მოგესალმებით, AliExpress-დან ჩამომივიდა ეს ამანათი, რომელშიც არის დიდი ფასდაკლებით ნაყიდი ძალიან საჭირო პროდუქტები. მოდი ახლა დავიწყოთ ამ ამანათის გახსნა. პირველი პროდუქტი ეს არის მინი ფანარი, მულტიფუნქციური, ანუ მრავალფუნქციური ფანარია. მოდი ამოვიღოთ. და ეს არის დამტენი კაბელი USB Type-C. და ეს არის თვითონ უკვე ფანარი. აქ არის ჩართვის ღილაკი. ხო, აი უკანა მხარეს არის ეს Type-C პორტი, საიდანაც იწენება ეს ფანარი. ფანარს აქვს 260 mAh-იანი აკუმულატორი, საკმაოდ ძლავრი ავტონომიურობა გააჩნია, ანუ საკმაოდ დიდხანს იმუშავებს ერთი დატენვით. ეს არის მულტიფუნქციური ფანარი, ანუ მრავალფუნქციური. მოდი ახლა ვნახოთ, დავტესტოთ. ერთი ეს დაჭერით, ანუ დიდხანს გვიჭირავს აი ერთი განათებაა და მერე ქრება, ნახეთ, ისევ ერთხელ დავაჭერთ, ერთი განათებაა, ქრება. უკვე ორჯერ უნდა დავაჭიროთ ღილაკს და ირთვება, ნახეთ, განათება. აი ეს არის ამ განათების პირველი რეჟიმი, მოდი დავაჭიროთ კიდევ ღილაკს. ეს მეორე რეჟიმი, მესამე, მეოთხე და ისე უბრუნდება. ანუ 4 რეჟიმი გააჩნია. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. მოდი ახლა გამოვხდოთ. მოდი ახლა სამჯერ დავაჭიროთ ჩართვის ღილაკს და ირთვება აი ესეთი კიდე განათებების ვარიანტი, აი გვერდიდან. აი ეს არის პირველი რეჟიმი, ნახოთ. აი ეს არის მეორე. აი ეს არის მცირე განათების რეჟიმია, ეს ღამე უფრო გამოჩნდება, მესამე რეჟიმი, აი ეს წითელი განათება, მეოთხე რეჟიმი, აი ეს მეხუთე რეჟიმი, აი ეს მეექვსე რეჟიმი და ისე უბრუნდებით. ანუ აი ამ გვერდით განათებას გააჩნია 6 რეჟიმი. აი მოდით ნახოთ. და დიდხანს ვაჭერთ და ითიშება. ეხლა მოდით გამოვთავ განათებას საერთოდ და ნახოთ აბა როგორ მუშაობს ეს ჩვენი ფანარი. დავაჭიროთ აი ესე. ნახეთ, ესეთი განათებაა. ეხლა მეორე ვარიანტი განათების, აი ესეთია, ნახეთ. აი ესე. და ეხლა ჩავთოთ მესამე განათების ვარიანტი, ანუ გვერდითი განათება. აი ჩავთე. აი ეს არის გვერდითი განათების პირველი ვარიანტი. აი ეს არის მეორე ვარიანტი. აი ეს არის მესამე ვარიანტი, რომელიც აი დრის შუქზე არ ჩანდა, ნახეთ, აი ესეთია. მოდით ახლა მეოთხე ვარიანტი ეს წითელი განათებაა. ეს მეხუთე ვარიანტი. და ეს მეექვსე ვარიანტი. ეხლა გაჩვენებთ რამდენად ვიყიდებ ეს ფანარი და ძალიან გაგიკვირდებათ. ამ ფასისთვის ეს არის იდეალური პროდუქტი. მულტიფუნქციური ფანარის ფასი არის $3 და 3 ცენტი. აი ეს დღეს. და მე შევიძინე, შეგიძლიათ ნახოთ. 95 ცენტად. მოდი ამოვიღოთ ამანათი. აი მე წარმოგიდგინოთ აი ესეთი ბიუჯეტური
თავზე დასამაგრებელი, ანუ როგორც ეძახიან საშუბლე ფანარი, რომელსაც გააჩნია როგორც ხვდები 4 რეჟიმი, LED განათება, გააჩნია აკუმულატორი და სახელი უწოდია LT21. მოდი გავხსნათ. ეს არის კაბელი და ეს არის თვითონ ესე ფანარი. გააჩნია ეს 5 ნათურა და ეგ მოვაძროთ, აქ არის მიკრო USB პორტი და ჩართვის ხილაკი. მოდი ვნახოთ აბა რეჟიმები როგორ აქვს. ნახოთ. პირველი რეჟიმი არის ესეთი, ინთება დიდი ნათურა. მეორე რეჟიმი, დიდი ნათურა ქრება და 4 პატარა ნათურა ინთება. მესამე რეჟიმი 5-ვე ნათურა ინთება. მეოთხე რეჟიმი ციმციმი აქვს. ესეთი ბიუჯეტური თავზე დასამაგრებელი ფანარი არის. ფანარში დევს, ეგ წერია აკუმულატორის ტიპი 18650. ესეთი აკუმულატორი არის, ერთი ცალი. ალბათ 1 საათი, საათნახევარი იმუშავებს ავტონომიურად, შემდეგ უნდა დაიტენოს. მე ვიძახი მუდმივად თუ იქნება ჩართული. მოდი ამოვიღოთ კიდევ ერთი პროდუქტი, ესეც ფანარია. ფანარი ბრელოკი, ესეთი ტიპის ფანარი მე მაქვს უკვე. საკმაოდ დიდი ხანია, მსგავსი არის. მოდი გავხსნათ. ამოვიღოთ. მოყვა ეს კაბელი USB Type-C და ეს თვითონ ფანარი ბრელოკი. ნახეთ. ეს ბრელოკიც არის და კამარზე შეიძლება დამაგრდეს. მოდი უკან ვნახოთ, აქ არის სახრახნისის თავები, 4 ვარიანტი. ასევე აქვს, როგორც ვიცი, მაგნიტი ამ ფანარს. და აქ არის ეს Type-C პორტი, საიდანაც იტენება ეს ფანარი და აქ არის ჩართვის და გამორთვის ღილაკი, ასევე სახრახნისის თავები, აქ მაგრდება, აქა და გვერდზე. მოდით ნახოთ აბა რამდენი რეჟიმი აქვს ამ ფანარს. ეს არის 1, ეს მეორე რეჟიმი, ეს უფრო კაშკაშაშუქია მესამე რეჟიმი, მეოთხე, ეს წითელი განათება, ესეთი წითელი, მეხუთე და ციმციმებს. 6 რეჟიმი აქვს. მოდი შუქები გამოვხსნათ და გამორთულზე დავტესტოთ. ეს არის პირველი რეჟიმი. ესეთია მეორე. ნახეთ. ეს მესამე რეჟიმი. ესეთია კიდე მეოთხე რეჟიმი. ეს წითელი განათება, მეხუთე რეჟიმი და ეს ავარიული, ასე ვთქვათ. ავარიული განათება. გამოვთოთ. ეს საკმაოდ ხარისხიანი პროდუქტია. მსგავსი ფანარი მაქვს და საკმაოდ კარგად მუშაობს. თავის ფასისთვის ძალიან იდეალურიც არის, ფასს წარმოგიდგენთ აუცილებლად და მაღაზიის ლინკი იქნება აღწერაში. ეს ბრელოკი დღეს ღირს $3.73 და მე შევიძინე, ნახეთ, 76 ცენტად. ძალიან დიდი ფასდაკლებით. ამოვიღოთ კიდევ ერთი პროდუქტი. ეს არის ასე ვთქვათ ელექტრიკების მაგრატელი. ესეთი. ნახეთ, სხვადასხვა კაბელების საჭრელად გამოიყენება. ზეთიანია.
მე მაქვს რაღაც მსგავსი მაგრატელი, ესეთი ტიპის და დაკმაყოფილი ვარ მისი მუშაობით და ეს საჩუქრად ვიყიდე, ჩემ მეგობარს უნდა ვაჩუქო. ესეთი მაგრატელია და შეგვიძლია გარდა იმისა, კაბელები საჭიროდ კი არ გამოიყენება მარტო, არამედ კაბელები გასაშიშვლებლად, ასე ვთქვათ. მაგალითად, ესეთი კაბელი ავიღოთ, მოდით და აქ ესე აი გავაშიშვლეთ, ნახე. და სხვადასხვა ზომის კაბელებს აი აქ აწერია ნომრები, აი უნდა გაჩვენოთ, მაგალითად გამოჩნდეს. თუ ჩანს. აი ნახეთ. აი ზომები წერია. კაბელების ძალიან ხარისხიანი საჭრელია, მომწონს სხვათა შორის. თავისუფლად უმკლავდება თავის მოვალეობას. კიდევ ერთხელ ეს მოვაჭრათ და მოდით ეს გავაშიშვლოთ. თავისუფლად უმკლავდება. ეს მულტიფუნქციური ინსტრუმენტი, ანუ მაგრატელი ღირს $3.30 ეს დღეს და მე ეს ინსტრუმენტი შევიძინე $1.03. მოდი ნახოთ კიდევ ერთი პროდუქტი. ნახოთ. ეს არის უნივერსალური სენსორული კალამი iPod-ებისთვის და smartphone-ებისთვის. მოდი ჩვენ გავხსნით და ვნახავთ, ხო? როგორ გამოიყურება და აქვს თუ არა რამე კომპლექტაცია. მოდი გავხსნათ. ეს არის ინსტრუქცია. თვითონ კალამის ინგლისურ ენაზე და ჩინურზე. და ამოვიღოთ. ეს არის კაბელი. ამ კალამს გააჩნია სწრაფი დატენვის საშუალება, ანუ USB Type-C-ა და ეს არის თვითონ კალამი. ნახეთ, აი აქედან, ეს არის Type-C პორტი და აქედან ხდება ამ კალამის დატენვა. ამ კალამს არ ჭირდება დრაივერების ინსტალირება. ჩვენ უბრალოდ აი ორჯერ ვაჭერთ ამ კალამხარეს და აი კალამი ირთვება და მზად არის მუშაობისთვის. აი ნახეთ, ორი ინდიკატორი ანთია. ეს იმას ნიშნავს, რომ 50%-მდე არის ეს კალამი დატენილი. მოდით კიდევ ესე ითიშება, ნახეთ, ესე ირთვება, ესე ითიშება. მოდი ხა ჩვენ ხა დავტესტოთ სენსორული კალამი, ნახოთ როგორ მუშაობს, აი საკმაოდ გრძნობიერია. ნახეთ. ფას აუცილებლად წარმოგიდგენთ. ეს სენსორული კალამის ფასი არის $3.03 და მე ვიყიდე ფასდაკლებით, აი მინდა გაჩვენოთ, დამიჯდა $1.02. მოდი ამოვიღოთ კიდევ ერთი პროდუქტი. ეს არის ვიცათ, უკონტაქტო თერმომეტრი. მოდი გავხსნათ. აი ესე გამოიყურება. ესეთი მინი თერმომეტრია. ეს ჩართვის ღილაკია. მოდი ნახოთ. აი კიდება ორი ელემენტი. მოდი ჩავდოთ ჩვენ ახლა ელემენტები თერმომეტრში.
თერმომეტრი მზად არის მუშაობისთვის. მოდი აბა უბრალოდ. აი, ხელზე მიჩვენებს, რომ არის 36.4 გრადუსი. კიდევ ერთხელ. აი. აბა მაგითი ზედაპირი ვნახოთ. არ აღიქვავს. აი, იგივე 36 და 4. ანუ სამჯერ გავიზომე, სამჯერ ერთ ტემპერატურა აჩვენა. აი, ზედაპირზე ხო ეს ცოტა იგივე. ანუ აი, მშვენივრად მუშაობს. მოდით ახლა უბრალოდ აი, შუბზე გავიზომავ, საინტერესოა, რამდენი მაქვს. აი, შუბზეც მაქვს 36 და 4. აბა უკვე ხელზე ნახოთ 36 და 3. აი 36 და 3. საკმაოდ ნორმალური ხარისხის თერმომეტრია, თავის ფასიდან გამომდინარე. ნუ ძალიან კარგია. ფასს ეხლავე წარმოგიდგენთ. აი ეს უკონტაქტო თერმომეტრი ღირდა $3.09 და მე შევიძინე 76 ცენტად. მოდი ამოვიღოთ პროდუქტი. ეს არის smartphone-ების დამჭერი, რომელიც მაგრდება ავტომობილში, ანუ სტენდი არის, როდესაც მაგრდება smartphone-ი. აი ესეთი შეფუთვა, ნახეთ. ეს არის ორიგინალი პროდუქტი. აი იქ არის ეს მონაცემები, მოდი გავხსნათ. ეს შეფუთვა. ნახოთ, ამოვიღოთ. აი, აქ რაღაც ინსტრუქცია, ეს სტიკერებია. Bezos-ის პროდუქციაში ყოველთვის არის აი ესეთი ტიპის სტიკერები. ეს არის თვითონ აი ესეთი ეს სტენდი, ასე ვთქვათ. ამით ჩვენ ეს ჩავსვათ. ესე და მოვუჭიროთ. ესეთი ტიპის სამაგრია. პრაქტიკულად ნებისმიერ ზომის smartphone-ზე წავა. ნახეთ. ესეთია და ეს მაგრდება თვითონ ავტომობილში. აი ეს Bezos-ის ავტომობილის დამჭერი, ანუ smartphone-ების სტენდი ღირს $7.29 და მე შევიძინე, აი ნახეთ, 2 ცალი ვიყიდე $6.39. და ბოლოს ყველაზე საინტერესო პროდუქტი ეს არის აი ესეთი პროფესიონალური საბურღი, ჩაკი ან საბურღი გადამყვანი, რომელიც თავსებადია ძალიან ბევრ ელექტროინსტრუმენტთან. მისი ზომებია 1.5-დან 13 მმ-მდე. აი მოდი ამოვიღოთ. აი ესეთი მძიმე, მართლა პროფესიონალური გადამყვანია. აი ესეთი გადამყვანები მოყვა, ეს არის პერფორატორზე გადამყვანი. ეს მაგრდება. და ჩვენ აუცილებლად ტესტს წარმოგიდგენთ. ასევე ეს არის იმპაქტზე გადამყვანი. ნუ ძირითადად მე აი ეს მჭირდებოდა. აი ეს ნაწილი, იმიტომ რომ იმპაქტზე მინდა რომ დავამაგრო და ეს არის ჩვეულებრივ
ელექტრო სახრახნისზე, ანუ ბურგზე გადამყვანი. ეს ამჭირდება, იმიტომ რომ თავისი გააჩნია ჩემ სახრახნის. მოკლედ, თავი აქცენტი აი ამ გადამყვანზეა. წარმოგიდგენთ აუცილებლად ტესტს და აი როგორ მუშაობს. აი ამ გადამყვანის ფასი არის $7.31. მე შევიძინე $4.79. თუ იმ ადგილზე სადაც მუშაობთ, თქვენ არ გაქვთ ელექტრობურღი და გჭირდებათ რკინის ან ხის გახვრეტა, მაშინ შეგიძლიათ პერფორატორზე დაამაგროთ ეს საბურღი ჩაკი, აი ესეთ მდგომარეობაში. და უკვე შეგიძლიათ იმუშაოთ. მე ძირითადად ეს საბურღი ჩაკი შევიძინე, რათა აი ესეთ იმპაქტზე დავამაგრო. დამაგრებისათვის ჯერ ეს ჩვენ ეს რეზინა უნდა ჩამოვაცვათ. ნახეთ. შემდეგ უნდა აი ესე ჩავსვათ. დავუყენოთ აი ესეთი შტირი და მეორე მხრიდან ეს დავიჭიროთ ჩავარდეს და ეს რეზინით უნდა დავფაროთ. ეხლა უკვე ეს იმპაქტი მზად არის მუშაობისთვის. ავიღოთ აი ესეთი ხის გასახვრეტი ბურღი. შემდეგ მოვუჭიროთ და დავიწყოთ ტესტი. მოდი დავუყენოთ ეს ბეტონის სახრეტი ბიტა. მოვუჭიროთ. როგორც ხედავთ, შვენიერი პროდუქტი გამოდგა. ეს საბურღი ჩაკი. ამით დღეს მოვჩით. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ პროდუქტებზე. დაწერეთ კომენტარებში, არ დაიზაროთ. ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ არხი, დააჭერეთ ზარის გამოსახულებას. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.